მას შემდეგ, რაც დედაქალაქის ხელმძღვანელობამ რუსთაველის გამზირი ტრანსპორტისგან მხოლოდ ერთი დღით კვირას გაათავისუფლა და ამავე დღეს აქ სხვადასხვა კულტურულ გასართობი ტიპის ღონისძიებები დაგეგმა, საზოგადოებაში ამ ინიციატივას როგორც მოსალოდნელი იყო დიდი ხმაური მოჰყვა. თუმცა ხმაური მალე დასრულდა და დღეს ამ გამზირზე ხალხი ტრანსპორტით კი არა ფეხით გადაადგილდება და შეძლების დაგვარად ისვენებს კიდეც. რუსთაველზე განთავსებულ დასასვენებელ ადგილებს დღეს მაესტროც შეემატა, თანაც ტრადიციული მუსიკალურ გასართობის სახით და ცნობილი სახეებით. ძალიან მაგარი ამბავია, რომ დაიქოგა ძალიან მაგრა რუსთაველის გადაკეტვა. ეს არის ძალიან ბევრი კაი ნაბიჯი კეთდება ბოლო პერიოდში ჩვენთან საქართველოს და თბილისში მით უმეტეს და ესეც მიახლოება. და ყოველ კვირა დღეს უკვე სიახლე ემატება, ჩვენც რაღაც უკვე ჩავერთვეთ ამაში, ფონდი არტბრიჯი რაღაც შეიძლება ხო უფრო მაგრად ჩავერთვოთ. დღეს არის სუპერ სიახლე, რომელიც დაიმკვიდრებს ადგილს, ეს არის მაესტროს კარავი, საიდანაც მივდივარ ახლა რომ მაგრამ მაინტერესებს რა ხდება, თავისი ამტანები და მთელი ცუმპარამპით. და მე ვიცი რომ უკვე იმდენი გეგმა აქვს თავში მთელ ბრიგადას, მაესტროს ბრიგადას, რომ ვიცი რომ ძალიან მაგარი იქნება. მაესტროს კარავთან დაკავშირებით, როგორც მე მაქვს ინფორმაცია, დაგეგმილია ლექსენის და სხვა მაესტროს სასტავის კასეტების და სხვადასხვა ნივთების გაყიდვა. აგრეთვე, როგორც მე მაქვს ინფორმაცია, იქნება ნაყინი, სადაც ლექსო თავის ბეჭდით გაყიდის ამ ნაყინს და ძირითადად იქნება ახალი ტიპის საჭმელი, მაესტროს კაფე. სადაც მზარეული იქნება, შებზარეული ლექსენი და გიგა მიქაბერიძე და კიდე ბიგთიკო იქნებიან დამხმარები. ყველა ნორმალურ ქვეყანაში არის ესეთი ნაცრისფერი ქალაქი რო არ იყოს. პირიქით ეხა სომხეთმა და აზერბაიჯანელებმა გამოთქვეს სურვილი რომ პატარა კვირაობით ის მათაც მიიღონ მონაწილეობა ალბათ სექტემბრიდან თბილისში ამ რუსთაველზე. გამოვიდა ახალი ალბომი, ეს ანტანის სახელწოდებით ჩემი და ბიგთიკოსი და ეს სარეკლამო ასე ვთქვათ, რაღაც დღე გვაქვს ამ ალბომის. აქ მსურველები ვინც არიან, მოვლენ ავტოგრაფს მიიღებენ, ალბომს ალბათ იყიდიან, წაიღებენ და ასე ვთქვათ, ერთგვარი რაღაც პრეზენტაცია სანახაობა ალბომის რუსთაველის გამზირზე. თუ რამეს შემომთავაზებენ, დავწუნი ესე პონჩი რა, კარგად და თუ გასაყიდი იქნება, გავყიდი რა და თუ საჩუქარი იქნება, ვაჩუქებ რა. შესაძლოა რუსთაველის გამზირზე მაესტროს ასეთი სახით კიდევ არაერთხელ შეხვდეთ და მუსიკალურ გასართობ კარავში ბევრი საინტერესო სიახლე შეიტყოთ.